განვიხილოთ ნახევარგამტარული დიოდები, მათი დანიშნულება და გამოყენება. ეს მოწყობილობები, ანუ ელექტრონული კომპონენტები, გარეგნულად ძალიან მრავალფეროვანია. როგორც გარეგნულად განსხვავდებიან, ასევე ისინი განსხვავდებიან თავისი ელექტრული პარამეტრებით. მაგრამ მათი მთავარი დანიშნულება არის მუდმივი დენი, მხოლოდ ერთი მიმართულებით გაატარონ, ანოდიდან კათოდისაკენ, პირიქით კი დენი შეწყვიტონ. განვიხილოთ სიტუაცია, სადაც მოცემულია ორი სქემა. ერთ-ერთ მათგანზე დიოდი ჩართული არის პირდაპირ მიმართულებით, მეორე მათგანზე დიოდი ჩართული არის უკუ მიმართულებით. მარცხენა ნახაზზე ადვილი შესამჩნევია, რომ კვების წყაროდან, აკუმულატორიდან დენი მიემართება ნათურის გავლით, დიოდის ანოდის გავლით კათოდისკენ და უბრუნდება ისევ კვების წყაროს უარყოფით პოლოს. მეორე ნახაზზე, ვინაიდან დიოდი ჩართულია უკუ მიმართულებით, დენი ვერ გაედინება მასში, ის ჩაკეტილია, ამიტომაც ნათურა ჩამქრალია. ავიღოთ უმარტივესი კონსტრუქტორი და ავაწყოთ სქემა, სადაც დიოდს ჩავთავთ პირდაპირ მიმართულებით. ხედავთ, რომ ნათურა აინთო. საკმარისია დიოდი შევაბრუნოთ, ანუ ჩავთავთ უკუ მიმართულებით, ნათურა აღარ აინთება. რას წარმოადგენს ნახევარგამტარული დიოდი? ქიმიური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით. რას წარმოადგენს ნახევარგამტარული დიოდი ქიმიური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით? ეს გახლავთ ორი მეტალის, მაგალითად გერმანიუმის, ჩვენ შემთხვევაში, აი აქეთ მხარეს არის გერმანიუმი და ინდიუმის მიკროსკოპული ზომის ფირფიტები, რომლებიც ერთმანეთზეა მიდუღებული. ამათგან ერთ-ერთი გერმანიუმი ხასიათდება ელექტრონების ნაკლებობით, რაც იწვევს ამ ელექტრონების ადგილზე ხვრელების გაჩენას. ეს ხვრელები ჩვენ შემთხვევაში აი აქ არის აღნიშნული. ხოლო ინდიუმი გამოირჩევა იმით, რომ იქ პირიქით ელექტრონების სიჭარბეა, აი შავი წერტილებით არის აღნიშნული ელექტრონები, იქ პირიქით ელექტრონების სიჭარბეა და მათი შედუღების ადგილზე ხდება ამ ორი მეტალის ერთმანეთში დიფუნდირება, ანუ ხდება დიფუზია და წარმოიშვება ეგრეთ წოდებული გაღარიბებული უბანი, სადაც ელექტრონები იკავებენ თავისუფალი ხვრელების ადგილს და წარმოშობენ ბარიერს. ზემოთ თქმული ვნახოთ დინამიურ რეჟიმში, როგორ ხდება ელექტრონების მიერ ხვრელების შევსება და ადგილის დაკავება. რამდენჯერმე ვნახოთ ეს პროცესი და დავაკვირდეთ მოვლენას. ახლა შეგვიძლია სრულად ვნახოთ მთელი პროცესი დინამიკაში და შევისწავლოთ იგი. ესე იგი, როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს ელექტრონებით ნაკლული მხარე, გერმანიუმი, სადაც არის ხვრელების სიმრავლე, გვაქვს ელექტრონებით ჭარბი მხარე, ინდიუმი, სადაც არის ელექტრონების მეტობა და მათ შორის წარმოშობილი ბარიერი, რომლის გადალახვაც უჭირს ელექტრონებს და შეუძლებელია მათ მიერ ამ ხვრელების შევსება, ვინაიდან ეს ბარიერი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გაღარიბებულ ზონას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ელექტრონს უკავია თავისი ადგილი და გარეშე ენერგიის წყაროს გარეშე შეუძლებელია ზედმეტმა ელექტრონმა გადალახოს ეს რეგიონი, ეს უბანი და გადავიდეს მეორე მხარეს, რათა გააგრძელოს დარჩენილი ხვრელების შევსება. ვნახოთ მოძრაობაში. ჩავრთოთ კვება, რაც ნიშნავს, რომ კვების წყაროს პლუსი მივაწოდოთ ანოდზე და დავაკვირდეთ, როგორ მოხდება ელექტრონების გადაადგილება და შესაბამისად ხვრელების გადაადგილება ანოდიდან კათოდისკენ, ხოლო ელექტრონების კათოდიდან ანოდისკენ, მაშინ, როდესაც გარედან კვება არის მოდებული და ანოდზე
ანოდს მინიჭებული აქვს უფრო მაღალი პოტენციალი, ანუ დადებითი პოტენციალი. მოდი შევცვალოთ პოლარობა. აი როგორც ხედავთ, შეიცვალა პოლარობა, უკვე ანოდის მხარეს მოდებული არის მინუსი. ზონა, გაღარიბებული ზონა გაიზარდა და დენი საერთოდ შეწყდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ბარიერის, ამ ენერგეტიკული ბარიერის გადალახვა. ისევ შევცვალოთ პოლარობა, ისევ დავაკვირდეთ აკუმულატორს და ხედავთ, რომ ანოდზე ისევ პლუსია მოდებული. დენი ჩვეულებრივად მიედინება, ხოლო შეცვლის შემდეგ ბარიერის ენერგეტიკული ტონი იზრდება და დენი აღარ მიედინება. ყოველივე ზემოთ თქმული განვიხილოთ რეალურ ელექტრულ პრინციპიალურ სხემაზე, სადაც მარცხნივ მოცემულია ნახევარგამტარული დიოდი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული, ანუ მისი ანოდი პლუსია მიერთებული, მარჯვნივ მოცემულია პირიქით ჩართული დიოდი, მისი კათოდია შეერთებული პლუს მომჭერზე. განვიხილოთ მარცხენა ნაწილი, სადაც აკუმულატორის კვების წყაროს პლუსი მომჭერი იძლევა 9 ვოლტს და აკუმულატორიდან მოიხმარება 82 მილიამპერი დენი. დიოდის ანოდზე, ანუ პლუსზე მოდებული არის იგივე 9 ვოლტი და მასში გაედინება 82 მილიამპერი. დიოდის მეორე მხარეს უკვე ძაბვა არის დაახლოებით 0.7 ვოლტით ნაკლები, ანუ აქ არის 8.26 მიასეთი ვოლტი, მაგრამ დენი გაედინება რა თქმა უნდა ისე 82 მილიამპერი. ეს ძაბვის ვარდნა გამოწვეულია იმაზე, რომ თავად დიოდს აქვს თავისი შიგა წინაღობა და ის იწვევს ამ 0.7 ვოლტის ძაბვით ვარდნას. ეს ძაბვა უკვე 8.26 მიასეთი მიეწოდება ნატურას. ნატურაში გადის 82 მილიამპერი და ბრუნდება ისევ აკუმულატორისკენ. როგორც ხედავთ, ნატურა ანთია, იმიტომ რომ დიოდმა გაატარა დენი, ვინაიდან ის პირდაპირ არის ჩართული. მის ანოდზე პლუსია მოცემული. ახლა ვნახოთ მეორე ნაწილი ჩვენი სქემის, სადაც აკუმულატორის პლუსზე უკვე პირიქით უკუჩართული დიოდია, ანუ მისი კათოდია მიერთებული, მის კათოდზე მოდებული არის 9 ვოლტი, მაგრამ მის ანოდზე და შესაბამისად ნატურაზეც 0 ვოლტია, ვინაიდან დიოდმა დენი ვეღარ გაატარა. კი მართალია, აქ გვიჩვენებს ხელსაწყო ვოლტმეტრი, რომ დენი უდრის 450 პიკოამპერს, მაგრამ ეს იმდენად მცირე დენია, იმდენად მიზერული სიდიდეა, რომ პრაქტიკულად 0-ის ტოლია და ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებს იმაზე, რომ დიოდი მხოლოდ თავის გაჟონვის დენს ატარებს. გაჟონვის დენი, რომელიც მას როგორც რეალურ მატერიალურ ელექტრონულ ხელსაწყოს ახასიათებს. ამგვარად გასაგები უნდა იყოს, რატომ ხდება პირდაპირი მიმართულებით ჩართული დიოდი დენის გამტარი, ხოლო უკმიმართულებით ჩართული დიოდი დენს აღარ ატარებს.